ახლა განვიხილოთ ამოცანა ელექტრულ ველთან დაკავშირებით, კერძოდ მოცემული ქონდეს Q და 9 Q მუხტები, რაც ორივე მუხტი არის დადებითი და ჩვენ უნდა ვიპოვოთ თუ რომელ წერტილში იქნება ელექტრული ველის დაძაბულობა 0-2. ელექტრული ველის, როდესაც განვიხილოთ, დადებითი მუხტიდან ელექტრული ველის ძალწირები გამოდიან გარეთ, ხოლო უარყოფითი მუხტისკენ შედიან შიგნით. აი მაგალითად, პროტონის ელექტრულ ველს რომ დავაკვირდეთ, მის ელექტრული ველის ძალწირები გამოდიან გარეთ პროტონიდან და ელექტრონს თუ დავუკვირდებით, ელექტრული ველის ძალწირები შედიან პროტონისკენ, ანუ უარყოფითი მუხტისკენ მიდიან ეს ძალწირები. თუ დავუკვირდებით აქ Q-ს და 9 Q-ს, რომ მუხტებს შორისაც მანძილი არის D-სტოლი, ჩვენ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წერტილი, რომელშიც ელექტრული ველის დაძაბულობა 0-2 იქნება, ვერ იქნება ამ წრფის გარეთ, რადგან რომელიმე სხვა წერტილი რო განვიხილოთ, ეს Q აქეთ მხარეს შექმნის, ეს იქით მხარეს და რა თქმა უნდა ეს 0-2 ვერ გამოვა, ვერც ქვედა მხარეს და ვერც ზედა მხარეს. შესაბამისად ეს წერტილი თუ არსებობს, რომელ წერტილშიც ელექტრული ველის დაძაბულობა 0-2 ხდება, უნდა იყოს ამ წრფეზე. მაგრამ ასევე ძალიან მარტივი დასანახია ისიც, რომ ეს წერტილი ვერ იქნება ამ 9 Q-ს მარჯვნივ და Q-ს მარცხნივ, რადგან 9 Q მუხტის მარჯვნივ აქ 9 Q-ს იქით მხარეს შექმნის ელექტრულ ველს და Q-ს იქით მხარეს შექმნის ელექტრულ ველს და რა თქმა უნდა, ეხლა ორივე თუ იქით მხარეს იქნება 0 ვერ გამოვა, ხო? ანუ პირიქით შეიკრიბება და უფრო გადიდდება. ხო, აქეთ მხარესაც Q აქეთ მხარეს შექმნის, 9 Q-ს აქეთ მხარეს შექმნის, იმიტომ რომ ორივედან ძალწირები გამოდიან და აქეთ წერტილში ორივე მარცხენა მხარეს შექმნის და 0 კი ვერ გახდება ელექტრული ველი, პირიქით უფრო გაიზრდება. ერთი რასაც შექმნის, მეორე პირიქით მაგას დაამატებს. შესაბამისად ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ თუ ამ წრფის გარეთ ვერ არის და ვერც ამის მარჯვნივ და ვერც ამის მარცხნივ, ერთ-ერთი წერტილი სადაც შეიძლება 0-2 გახდეს, თუ ეგეთი წერტილი არსებობს, იქნება ამ მუხტებს შორის. თუ სადაც აქ. რა თქმა უნდა, ეს წერტილი უნდა იყოს Q წერტილთან უფრო, Q მუხტთან უფრო ახლოს, რადგან ელექტრული, ანუ რაც უფრო დიდი მუხტია, ელექტრული ველი უფრო დიდია და ჩვენ გვინდა რომ ამას ხო დიდი მუხტი აქვს, ამის დიდი მუხტობა დაბალანსოთ რაღაც სხვა ფაქტით და ეს იქნება რომ აი ეს მანძილი იქნება უფრო დიდი ვიდრე ეს მანძილი. ეს Q მუხტი შექმნის მარჯვენა მხარეს, 9 Q შექმნის მარცხენა მხარეს და ჩვენ უნდა დავწეროთ პირობა, რომ Q მუხტი რა ელექტრულ ველსაც ქმნის, ზუსტად იგივე ელექტრულ ველს შექმნის მოდულში 9 Q. აი ეს ველი უნდა იყოს ზუსტად ეს ველი. ელექტრული ველი რაღაც Q მუხტის მიერ შექმნილი იქნება K-Q გაყოფილი x კვადრატზე, რადგან K არის კულონის მუდმივა 9 გამრავლებული 10 ხარისხი 9-ზე ნიუტონი მეტ კვადრატი გაყოფილი კულონ კვადრატზე. ეს არის მუდმივა, კულონის მუდმივას ვეძახით მას, რომელიც კულონის კანონშიც ფიგურირებს, ხო, როდესაც ორი მუხტი გვაქვს ჩვენ Q1 და Q2, ამ მუხტებს შორის არის ელექტრული ძალა. თუ ორივე დადებითი მუხტია, იქნება განზიდვა, თუ ორივე უარყოფითი მუხტია, იქნება ისევ განზიდვა და თუ ერთი მუხტი არის დადებითი სიდიდის და მეორე უარყოფითი, მაშინ იქნება მიზიდვა. მაგალითად, პროტონი და პროტონი ერთმანეთს განიზიდავენ. ელექტრონი და ელექტრონიც ერთმანეთს განიზიდავენ. პროტონი და ელექტრონი კი ერთმანეთს მიიზიდავენ, რადგან ერთი დადებითი მუხტის არის პროტონი, 1.6 გამრავლებული 10 ხარისხად -19 კულონია პროტონის მუხტი. ხოლო ელექტრონის მუხტი არის მინუს ნიშნით ეგ, -1.6 გამრავლებული 10 ხარისხად -19 კულონი. ამას ჩვენ ვეძახით მოდულში დადებით ელემენტარულ მუხტს, ის 1.6 გამრავლებული 10 ხარისხად -19 კულონი. ესე იგი K-Q გაყოფილი x კვადრატზე უნდა იყოს K ჯერ 9Q გაყოფილი, ეს დაშორება იქნება d-x, ხო, იმიტომ რომ თუ ეს მანძილი d-ა და ეს არის x, ეს დაგვრჩება d-x. აქედან K-ები შეიკვეცება, Q-ები შეიკვეცება და დაგვრჩება რომ 1 გაყოფილი x კვადრატზე ზუსტად იგივე იქნება, რაც 9 გაყოფილი d-x კვადრატზე. ეხლა ერთი ვარიანტი არის, რომ ეს მოდი რაღაცა ჯვარდინად გადავამრავლოთ და ისე ამოხსნათ, მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტიც, კერძოდ შეგვიძლია ფესვი ამოვიღოთ ორივე მხრიდან. და გამოვა რომ 1 გაყოფილი x-ზე იქნება 3 გაყოფილი d-x-ზე. 1 გაყოფილი x კვადრატიდან ფესვი იქნება 1 გაყოფილი x-ზე, 9-დან ამოვა ფესვი დაგვრჩება 3 და d-x-ის კვადრატიდან ფესვი იქნება d-x-ი და მოდი ახლა გადავამრავლოთ ისინი ჯვარდინად. 1 გამრავლებული d-x-ზე უნდა იყოს x-ი გამრავლებული 3-ზე, ანუ 3x. -x-ი გადავიტანოთ მარჯვენა მხარეს გადავა პლუსით და გამოვა რომ d იქნება 4x-ი, საიდანაც x-ი გამოდის d-ს მეოთხედი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა იყოს d მეოთხედი და ეს უნდა იყოს 3d მეოთხედი. თუ დავაკვირდებით, გამოდის რომ ეს მარჯვენა მანძილი ანუ 9Q-დან დაშორება 3-ჯერ მეტი ყოფილა, ვიდრე Q-დან დაშორება და ამის ახსნა არის ის, რომ ამის მუხტი ხო 9-ჯერ მეტია ამ მუხტზე. 9-ჯერ ელექტრული ველი მუხტზე დამოკიდებულია პროპორციულად, ანუ 9-ჯერ მეტი მუხტი მეორე მუხტთან შედარებით შექმნის 9-ჯერ მეტ ველს იგივე მანძილზე. და ეგ ფაქტი რომ ჩვენ დავაბალანსოთ, რომ ეს ველები თოли გამოვიდეს, გვჭირდება ამის 3-ჯერ დიდი დაშორება რო იყოს ამასთან შედარებით, რადგან მანძილზე დამოკიდებულია მისი კვადრატის უპროპორციულად. ანუ თუ მანძილი გავზარდეთ 7-ჯერ, იქ ველი დაპატარავდება 7-ის კვადრატჯერ. თუ მანძილი გავზარდეთ 13-ჯერ, იქ ველი დაპატარავდება 13-ის კვადრატჯერ. აქ 3-ჯერ დიდი მანძილია და ესე იგი ეგ ველს დააპატარავებს 9-ჯერ. მაგრამ ველი ასევე გაიზრდება 9-ჯერ ამ მუხტის გამო. და 9-ჯერ დაპატარავება და 9-ჯერ გაზრდა, ისევ იგივე ველს დატოვებს და გამოვა რომ ეს Q მუხტი რა ველსაც შექმნის აქ, d მეოთხედი მანძილი როცა არის დაშორება. ზუსტად იგივე ველს შექმნის
9 გუ აქეთ ხარ ეს ოღონდ მიმართულებები რა თქმა უნდა საპირისპირო იქნება და ზუსტად ეს ჩვენ გვაწყობს. რატო გვაწყობს? გვაწყობს იმიტომ რომ გვინდა ველის ნულობა, რაც ნიშნავს რომ ერთი რასაც შექმნის, მეორე მე გვინდა რაღაცნაირად დააბალანსოს და ზუსტად ესე გამოვიდა აქ. კიდევ ერთხელ ეს არის q, ეს არის 9 q, ეს არის d4-დი, ეს გამოვიდა 3d4-დი და სწორედ მაგ წერტილში q და 9 q-ს შემაერთებელ მონაკვეთზე q მუხტიდან d4-დი მანძილის დაშორებით იქნება ელექტრული ველის დაძაბულობა 0-ის ტოლი. რადგან ერთიც იქნება იქით მხარეს შექმნილი, მეორე იქნება აქეთ მხარეს და ჯამში გამოდის 0-ის ტოლი. თუ გსურთ ფიზიკის წიგნის შეძენა, რომელიც არის მერვე კლასის მასალაზე, მე მაქვს ფიზიკის სახელმძღვანელო, რომელიც შემიძლია შენთან სახლში გამოვაგზავნო.